მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მოხეტიალეს, მე კიდე ამ გადაცემის ერთადერთი შემოქმედი ლუკა ვარ. დღეს 13 აგვისტო არის. დღეს სადაც ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში მეორეჯერ კახაკალაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის სუპერთასზე ითამაშებს და შეეცდება დაეუფლოს ამ ტიტულს. მე ახლა ვიმყოფები ვენეცია მესტრეში, საიდანაც წავალ უკვე უდინეში. დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, წინ ძალიან საინტერესო ბლოგი გველოდება მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით ვენეცია მესტრეში, სადაც უნდა წავიდეთ უდინეში. აგერ ხედავთ ტოტენჰემის გულშემატკივრებს ჩემს უკან, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ჩვენი ბიჭი ხვიჩა კვარაცხელია დაამწუხრებს მათ და რა თქმა უნდა დღეს PSG გაიმარჯვებს. Glory to Paris Saint-Germain. Okay, წავედით. შემდეგი ვიდეო იქნება უკვე უდინედან. ჩამოვედით უკვე იტალიის ერთ-ერთ ქალაქ უდინეში, სადაც გაიმართება UEFA სუპერთასი, სადაც ტოტენჰემ ჰოტსპური UEFA-ს ევროპა ლიგის ჩემპიონი დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონს Paris Saint-Germain-ს. რა თქმა უნდა, ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა, ეგრეთ წოდებული კვარადონა დღეს ითამაშებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით PSG-ს ფანების ლოკაციაზე. მოდი ერთად დავათვალიეროთ თუ რა ხდება უშუალოდ ფანზონაში და შემდეგ უკვე სტადიონთან გადავინაცვლოთ. რამდენიმე Paris Saint-Germain-ის გულშემატკივარსაც ჩავწერთ და მოვისმინოთ მათი აზრი ჩვენს ეროვნულ ნაკრების ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე. Merci Paris Saint-Germain. სულ რამდენიმე წუთში ამ დიდებულ არენაზე, სტადიო ფრიული არენაზე Paris Saint-Germain-ი დაუპირისპირდება ტოტენჰემ ჰოტსპურს. ორი ევროპული ფეხბურთის გრანდი გაარკვევს იმას თუ ვინ არის საუკეთესო. დღეს ხვიჩა კვარაცხელია რა თქმა უნდა ძირითადი შემადგენლობიდან შეუტევს ტოტენჰემ ჰოტსპურს. რა თქმა უნდა გასატეხში იქნებიან ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელები. ველოდებით ხვიჩა კვარაცხელიას გოლს და გულშემატკივროთ ხვიჩა კვარაცხელიას და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად Paris Saint-Germain-ს. მოკლედ წავედით, ვიდეოები იქნება უშუალოდ თამაშიდან სტადიონიდან. შევედით ახლა სტადიონზე. გამოვედით მეგობრებო სტადიონიდან და ახლა მე ვდივართ უკვე სასტუმროში. შესანიშნავი თამაში გამოვიდა. ვიხილით დრამა, რაც სდევს ხოლმე ფინალს და პენალტების სერიაში ხვიჩა კვარაცხელია დაეუფლა სანატრე და საოცნებო ტიტულს, როგორიც არის UEFA-ს სუპერთასი. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა მე-60 წუთზე გაიყვანეს და ამის შემდეგ შემოატრიალა Paris Saint-Germain-ამ თამაში, მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი რაც ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია Paris Saint-Germain-ში ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო.
მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი ვლოგი უდინედან, UEFA სუპერთასიდან. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რომ ნახოთ მეტი ფეხბურთი და ფსიქოლოგია. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ.